მოგესალმებათ შაბათის მებაღე. ძალიან გთხოვთ, გამომიწერეთ, მომიწონეთ ვიდეო. დღეს მინდა განვიხილო და ჩავრგა მისკანტუსი ზებრინუსი, ბალახი. მისკანტუსები არის სითბოსმოყვარული მცენარეები, შესაბამისად გვიან იღვიძებენ გაზაფხულზე. უყვართ წყალი, ფესთა სისტემა აქვთ ზედაპირული. მთელი ზამთარია ეს პომპონები აქვთ და ლამაზია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ სახლიდან დასავლეთის მხარეს, სადაც მეტი სითბოა და სადაც კოცონისთვის მაქვს ადგილი გაკეთებული და უკვე მაქვს ერთი მისკანტუსი ჩარგული, პარალელურად მოპირდაპირე მხარეს ჩავორგო მეორე, აი ამ ადგილიდან უკვე ხეებს ფოთოლი გასვირდება და დავინახავ მთას, დათოვლილს, ვიჯდები კოცონთან, პლეჩი გახვეული, ცხელ სასმელთან ერთად და მისკანტუსების ჟრიალს ვუყურებ. მაშასე, რადგან მე არ გამოვირჩევი დიდი ძალით, ამიტომ მიჭირს ხოლმე ბარით გაჭრა მოლის, ესეთი სარეველების გადახლართული ფესვების, შესაბამისად ვცდილობ თოხის მკვეთრი პირით ჯერ მიწამოვაცალო ზედაპირს და შემდეგ უკვე მიადვილდება ხოლმე ბარით ჩაჭრა. თუ კიდევ მიჭირს, ვასველებ ხოლმე წინასწარ მიწას. რას ვამბობდი? მისკანტუსები არის სითბოსმოყვარული მცენარეები, სხვა არის კიდევ სიცივის მოყვარული, ორ კატეგორიად იყოფა ბალახები ეს. და ძალიან გვიან იღვიძებს გაზაფხულზე. ამიტომ აი საგაზაფხულო სამუშაოები რომ თითქმის დამთავრებულია, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ გქონდეს წამონაზარდები და მაგ დროისთვის უნდა დავიწყოთ მისკანტუსის გადაჭრა. სანამ ახალი წამონაზარდები წამოვა. სხვათა შორის, მისი გაყოფაც საკმაოდ რთულია. მე წინა გაზაფხულზე გამიჭირდა გაყოფა ჩვეულებრივი მეთოდებით და ხერხიც კი დავიხმარე. ბაღის ხერხმა არ მიშველა, ჩვეულებრივი სამშენებლო ხერხი დავიხმარე მის გადაჭრაში და სხვათა შორის ახლა ის ჩარგვასაც ვაპირებ. ის ნაწილი გადავიტანე ქოთანში, ქვეშ დავუფინე კორდონი, ჩემი მოსაზრებით დროებით იყო ეს და კორდონი დამიცავდა, რომ ტალახი არ გამოეტანა და შემოვასკუპე ქოთანი ვერანდაზე, მაგრამ როგორც ვიცით, ყველაფერი დროებითი შეიძლება გახდეს არადროებითი. ასე ვთქვათ, ასე რომ ფაქტიურად მთელი სეზონი იდო ვერანდაზე, აი კარდონს ხედავთ, ქვეშ ამოვიღე ქოთნიდან უკვე ეს ნაწილი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ ამ მცენარეს უყვარს მზისგული, უყვარს მორწყვა, ჩვენთან ქოთანში ამ მცენარეს ძალიან უჭირთ. აი რომ თავიდან რომ დაიწყო ვიდეო იქ რომ ლამაზად იდგა მისკანტუსის ერთი ნაწილი, ის არის აი ეს მეორე არის მისგან გამოყოფილი. არც გაზრდილა, დაიტანჯა, დაიღალა. ასე რომ გადავწყვიტე კიდევ სხვა მიზეზით ვთქვათ, რომ საკმაოდ ძვირადღირებული მასალაა და გადავწყვიტე, რომ აი ამ ადგილზე ჩამერგო და მე მგონი იქნება ძალიან ლამაზი. მაშასე, როგორც ხედავთ, უკვე მოვერიე მიწას, თუმცა თუ შეხედავთ, დავასრელე ისევ, მაინც ვერ ვერევი და ორმო უნდა ამოვიღო
იმხელა მაინც რამხელაც აი ეს ქოთანი იყო, რაშიც ეს მცენარე მედო. ოქროს წესი, ყველა მცენარე, რომ არ შეგვეშალოს, რომლის ჩაღრმავება შეიძლება, რომელიც ზემოთ უნდა დავტოვოთ. თუ ქოთნით ვიყიდეთ, ძალიან ადვილია ამის განსაზღვრა და ზუსტად ქოთნის სიმაღლეზე ჩარგეთ და არასოდეს შეგეშლებათ. თუ რა თქმა უნდა თვითონ ქოთანშია სწორედ ჩარგული და სანერგეში რამე შესდომა არ დაუშვეს, ეს განსაკუთრებით წიწვოვნებზეა მნიშვნელოვანი. წიწვოვნები აუცილებლად უნდა ნახოთ, რომ ყელი არ ჩაღრმავდეს. ყელი ანუ საიდანაც ფესვთა სისტემა იწყება, ფესვთა სისტემა წიწვოვან მცენარეს საიდანაც იწყება, ეს უნდა იყოს ზედაპირზე. თუ ჩაღრმავდა ძალიან მალე არა, მაგრამ რაღაც ხნის განმავლობაში შეიძლება იმავე სეზონზე მცენარე დაიჩაგროს და აღარ განვითარდეს ან სულაც მოკვდეს. ნუ კიდე მეორე განსხვავება ვარდი, რომელიც ვინც რაც უნდა თქვას, უნდა ჩააღრმავოთ აუცილებლად, თუნდაც აი ნუ 1-3 სანტიმეტრი ნამყენის ყელი. მაშასე მეორე წესი კიდე რომელსაც ვიდეოდან ვიდეოში ვიმეორებ, რასაც მე ვაკეთებ მიუხედავად იმისა, მცენარის უყვარს წყალი თუ არ უყვარს წყალი, ეს მცენარის ხასიათზე არ არის დამოკიდებული, მე აუცილებლად ყველა მცენარეს ვრგავ ტალახში. დღეს მაგალითად ძალიან ბევრი ჩარგვები გავაკეთე და კიდევაც მეტყობა ჩემი სათლიდან დაწყებული ტანსაცმელი და დამთავრებული და ხელთათმანებით აბსოლუტურად ტალახში ვარ ამოსვრილი. მაშასე ჩავასხი ტალახი, შორის მომზადებული მაქვს ქვიშა, რომელსაც აგრეთვე ჩავუყრი დრენაჟისთვის, იმიტომ რომ მე მაქვს თიხიანი მიწა, საკმაოდ მკვრივი, თუმცა როგორც ვიცით, თიხიანი მიწა საკვებით არის, მინერალებით არის, მარილებით სავსე, ძალიან კარგი მასალა მცენარისთვის, მაგრამ იმისათვის, რომ ფესვთა სისტემა გავიდეს, გაძლიერდეს მცენარე, გავიდეს იმ ორმოდან, რაც ჩვენ მას გამოუყავით, ხომ და განვითარდეს პატარა შემწოვი თეთრი ფესვები, რომლითაც მცენარე იკვებება. ამისათვის მიწა უნდა იყოს ფხვიერი. შესაბამისად, მე ვაფხვიერებ მიწას ქვიშით. რაც შეეხება დრენაჟს, მე არ ვუშვები დრენაჟს, ანუ ქვებს არ ვყრი ქვეშ, ისედაც ქვიანია ჩემი მიწა. არ ვუყრი არავითარი ქოთნის ნატეხებს და რა ვიცი მთელ აგურის ნამსხვრევებს უყრის ხალხი, ამას არ ვაკეთებ. თავარია ქვიშას ვურევ, რომ დასაწყისისთვის ამ პატარა ფესვებმა სანამ მოძლიერდებიან, რომ დავეხმარო, რომ გავიდნენ გვერდში. მერე მცენარეები საკმაოდ ძლიერები და ჭკვიანები არიან, თვითონ მიხედავენ თავის თავს. დასაწყისისთვის აგრეთვე უნდა დავეხმაროთ, რომ სარეველებმა არ დაჩაგროს, განსაკუთრებით ბალახები, ჯერ სუსტია მცენარე არ მოძლიერებულა. მერე გაჩვენებთ, რომ იმის გარშემო რომ თოხნო და ვასუფთავო სარეველისგან უფრო ადვილი გზა ვიპოვე. ეს არის კორდონების დალაგება გარშემო და ზედ სარეველისგან თავისუფალი მიწის მოყრა. რა შვება ეს? პირველ რიგში ინარჩუნებს სითბოს იმ მწერებისთვის, ჭიაყელებისთვის, ბიოლოგიური მიკროორგანიზმებისთვის, რომლებიც მიწის გადამუშავებას ეწევიან და რომელიც ბიოხომოს გამოყოფენ, მიწას აფხვიერებენ. შესაბამისად, ზამთარში ეს პატარა ცხოველები მოიკრეფენ აქ, თან მით უმეტეს, რომ ამ ადგილზე მიწა ნაყოფიერი მაქვს, მიწა მშენებლობის შემდეგ დავასწორი აქ ნაყოფიერი მიწა დავაყარე. შემდეგ კორდონები უშლის ქვევიდან სარეველების ამოსვლას, აი ჯანღა ბალახის ფესვების შესახებ ყველა მებაღე მიცის, დარწმუნებული ვარ, როგორ საცეცებით ვრცელდებიან. სინათლე თუ არ მივიდა მცენარემდე, მაშინ ზედა მასა ვერ კვებავს ფესვებს და მცენარე სხვა გზას პოულობს.
რა თქმა უნდა, ეხლა რომ შემოუფენ კორდონებს და შემოვაყრი მიწას ზედ დაითესებიან მცენარეები, მაგრამ ეგ ისეთი დიდი პრობლემა არ არის ახლად დათესილი მცენარე, რომელიც დასაწყისისთვის კორდონს ვერ გაარღვევს და შესაბამისად არ იქნება კონკურენციაში ჩემი მცენარის ფესვებთან და მათი მოცილებაც ადვილი არის. და რა თქმა უნდა, ვაყრი ზემოდან ამჯერად მიწას, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში უკვე სეზონი რომ შევა ძალაში, მინდა რომ ეს ტერიტორიაც იყოს დაფარული მწვანე მასით, ოღონდ ისეთი მასით, რომელიც პირველი წელი მაინც ჩემ მცენარის კონკურენციას არ გაუწევს და არ დამიჩაგრას, სანამ თვითონ მცენარე მოძლიერდება. მინდა გითხრათ კიდევ ერთი რამ, აი მშენებლობის შემდეგ, როდესაც ვთქვათ, თუ გინახავთ ჩემი წინა ვიდეოები, მაქვს სახლის წინ, ვერანდის წინ საკმაოდ კარგი კლუმბა გაკეთებული, არადა იქ დამიყარეს გრუნტი, რომელიც ამოიღეს საძირკველის კეთებისას, მთელი სამშენებლო ნაგავი იქ ეყარა, რაც შემეძლო გამანთავისუფლება, მაგრამ შეუძლებელია ამის განთავისუფლება და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ერთი სეზონით ამ პარალელურად სანამ მშენებლობა და ბინძური საქმეები მიდიოდა, მიწაზე დავაყარე გადამწვარი ნაკელი, რადგან გადამწვარი ნაკელი ვერ ვიშოვე იმ რაოდენობით აღმოჩნდა საკმაოდ ძვირი, ამიტომ კიდევ დავიხმარე ბაჭიების ცურცლი, რომელსაც გადაწვა არ უნდა და სპეციალური მომზადება არ სჭირდება და პირდაპირ შეგიძლია დაყაროთ ამ გრუნტზე, რაც გაქვთ. ზემოდან დავაფარე კორდონები და ისე სამშენებლო მასალები ადგილზე, რაც ვიპოვე ქვები, ფიცრები, რა ვიცი, ყველაფერი დავალაგე, რომ ხარს არ წაეღო. აი ამჯერად მე მიწა არ დავაყარე, იმიტომ რომ სარეველები მე ზემოდან არ მინდოდა. მე მინდოდა, რომ შემდეგ ამ ყველაფერს ეს რაც ნაგავი დავაწყე კარტონების ჩათვლით, რომ მოვაშორებდი, პირდაპირ ჩამერგო უკვე გამზადებულ ნიადაგზე მცენარეები. რა გავაკეთე მე ამით, გარდა იმისა, რომ სარეველებისგან დავიცავი თავი, როგორც გითხარით, ეს ნიადაგის მიკროორგანიზმები, მწერები, ჭიაყელები მუშაობენ იმაზე, რომ ეს ჩემი დაყრილი ნაკელი აითვისონ საკვები, შემდეგ ეს მათ გადაამუშავებენ და უკაცრავად და გამოყოფენ ჰუმუსის სახით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე ადვილად დასათვისებელი საკვებია მცენარეებისთვის. ანუ მე მივიღე ის რომ და კიდე აფხვერებენ მიწას, მე მივიღე სამი რამ. ჯერ ერთი სარეველებს არ ვებრძოლე, რომელიც აუცილებლად დაითესებოდა და მიწა გამოშრებოდა. მეორე ნოყიერი და მესამე ფხვიერი მიწა. აბსოლუტურად კირქვისგან გავაკეთე მიწა, იმას ქვია მიწათმოქმედება და ისე სწრაფად გაიზარდა ჩემი ჩარგული მცენარები, თვითონაც მიკვირდა. რადგან მე არ მეჩქარებოდა და მშენებლობა მიდიოდა, იქ ძალიან პატარა მცენარები, ზოგი ჩემი გამრავლებული თესლიდან, ზოგი კალმიდან, ზოგი ძალიან პატარა ქოთნით ნაყიდი ჩავრგე და შესაბამისად სეზონი მოუვარე და მართალია დიდი ხანია უკვე მე-5 წელია მშენებლობაში ვარ, მაგრამ 5 წლის თავზე, სანამ სახლი დავამთავრე, მივიღე უკვე ბაღი და სხვათა შორის არა მარტო დეკორატიული ხეხილის ბაღიც, ასე რომ იმედი მაქვს მომავალ წელს უკვე რემონტის შევძლებ ზაფხული გავატარო ჩემს აგარაკზე, დავტკბე სილამაზით, მივირთვა ჩემი ხილი და კენკრა. იმედია ეს ვიდეო თქვენთვის იყო საინტერესო, იმიტომ რომ წინა ვიდეოებში მულჩირების კიდე რამოდენიმე მეთოდი განვიხილეთ. ეს არის კარდონით მულჩირების ორი მეთოდი, რომელიც დღეს გითხარით. ამჯერად დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე
ძალიან გთხოვთ, მომიწონოთ ვიდეო, გამომიწეროთ subscribe ქვემოთ მარჯვენა კუთხეში Saturday Gardener ლოგოზე და დაკლიკებით. დიდი მადლობა, კარგად ზამდებოდეთ.